კიბო ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი დაავადებაა დედამიწაზე. ის არაპროგნოზირებადია და ხშირად განუკურნებელი, მხოლოდ კონტროლდება, მაგრამ ყოველთვის იყო ერთი ნუგეში, მას ვერ გადაედები. ის წარმოიშობა თქვენი საკუთარი უჯრედებისგან, რომლებიც კონტროლს კარგავენ. ყოველ შემთხვევაში ასე გვეგონა. ყველაფერი 2013 წელს შეიცვალა. კაცს აგრესიული სიმსივნეებით ცოცხლად ჭამდნენ, რომლებიც სრულიად სხვა სახეობას ეკუთვნოდნენ. ის რაც ექიმებმა შემდეგ აღმოაჩინეს, აიძულებდა მათ ეჭქვეშ დაეტენებინათ ყველაფერი, რაც ამ დაავადების შესახებ იცოდნენ. 2013 წლის იანვარში მამაკაცი სასწრაფოდ გადაიყვანეს გადატვირთულ საავადმყოფოში მედელინში, კოლუმბია. ის მძიმე მდგომარეობაში იყო, სწრაფი წონის კლება, მუდმივი სიცხე და ანამნეზიაი ინფექცია. მედიკამენტებით მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარებოდა, მაგრამ რამდენიმე თვის წინ კურნალობა შეწყვიტა. ამ ფაქტორებიდან ნებისმიერის ან მათი ერთობლიობის შედეგად შეიძლებოდა ჯანმრთელობის გადაუდებელი მდგომარეობა განვითარებულიყო. HIV ინფექცია კოლუმბიაში იშვიათი არ არის და სხვა ბევრ ქვეყანასთან შედარებით სიღარიბისა და სუსტი სამედიცინო ინფრასტრუქტურის გამო ნაკლები ადამიანი ახერხებს ჯანმრთელობისა და მედიკამენტების რეჟიმის დაცვას, რაც აუცილებელია გრძელვადიანი გადარჩენისთვის. დაწყებითი სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა, ხობა, ხველა და წონის კლება, შეესაბამებოდა ამ დიაგნოზს, მაგრამ შეშუპება უჩვეულო გვერდითი ეფექტი იყო და ისინი კიდევ უფრო გაოცდნენ, როცა უფრო ახლოდან დააკვირდნენ. ცხადი იყო, რომ მამაკაცი სერიოზულად ავად იყო, ამიტომ ჩაუტარდა მთელი რიგი ანალიზები. მამაკაცის IU სტატუსმა აჩვენა, რომ მისი ვირუსული დატვირთვა მკვეთრად გაიზარდა. აღებული იყო განავლის ნიმუშები, რომლებმაც აჩვენა, რომ მის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ლენტეცას ინვაზია ჰქონდა. კერძოდ ეს იყო Hymenopteris nana, ჯუჯა ლენტეცა, რომელიც ადამიანებში გავრცელებული სახეობაა, განსაკუთრებით ზომიერ კლიმატურ ზონებში. მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი ნაწილი მამაკაცის მდგომარეობაში რენტგენზე გამოჩნდა. მთელ მის სხეულში სიმსივნეები იყო გავრცელებული. მამაკაცს სუნთქვა ძლიერ უჭირდა, რაც მისი მდგომარეობის სხვა მიზეზებს არ შეესაბამებოდა. მისი ფილტვებისა და ლიმფური კვანძების რენტგენმა აჩვენა, რომ სავარაუდო კიბო სწორედ იქ იყო კონცენტრირებული. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი სიმსივნე კეთილთვისებიანია და მათი უსაფრთხო დამოღება შეიძლება, ასეთი სიმრავლე ჩვეულებრივ ავთვისებიან კიბოზე მიუთითებს. ამიტომ ბიოპსია სწრაფად აიღეს. ოპსია სწრაფად აიღეს. როდესაც კიბოს უჯრედები მიკროსკოპით შეისწავლეს, საქმე კიდევ უფრო უცნაური გახდა. უჯრედები საერთოდ არ გავდა სტანდარტულ კიბოს უჯრედებს. სინამდვილეში ისინი ადამიანურსაც არ გავდა. მამაკაცის მდგომარეობა სწრაფად დამძიმდა. უცნაურმა უცხო უჯრედებმა მის ლიმფურ კვანძებში გოლფის ბურთის ზომის სიმსივნეები გამოიწვია, რის გამოც მას თავის მოტრიალებაც კი უჭირდა. მისი სუნთქვა სულ უფრო და უფრო გაზოგაძნელდა. ქიმიოთერაპია, როგორც მწვავე კიბოს სტანდარტული მკურნალობა, აქ არ გამოადგებოდა. ძირითადად იმიტომ, რომ არავინ იცოდა, როგორ იმოქმედებდა ქიმიური ნაზავი პარაზიტულ ინფექციაზე. მაგრამ მისი მემკვიდრეობა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უცნაური სამედიცინო შემთხვევის ისტორიაში, მხოლოდ იწყებოდა. ნამდვილი სამედიცინო საიდუმლოება იშვიათია საავადმყოფოში. მათთვის, ვინც ცდილობს სიცოცხლის გადარჩენას, ეს შეიძლება კოშმარი იყოს. პათოლოგებისთვის კი ეს შეიძლება ოცნების ახდენა იყოს. და როგორც კი უფრო ძლიერი მიკროსკოპები გამოიტენეს, ნათელი გახდა, რომ ეს საქმე საავადმყოფოში არ გადაიჭრებოდა. ბიოპსიის შედეგი ერთ-ერთი ყველაზე დამაბნეველი იყო, რაც კი ოდესმე ვინმეს საავადმყოფოში უნახავს. ეს პატარა უჯრედები სტანდარტულ კიბოს უჯრედზე 10-ჯერ უფრო პატარა იყო, რაც საუკეთესო შემთხვევაში დამაბნეველს განცქმნიდა. საავადმყოფომ სკანები იმ პათოლოგებთან გაგზავნა, რომელთაც სხვა საავადმყოფოებსა და კვლევით ცენტრებში იცნობდნენ. მათ შორის ერთ-ერთი მეცნიერი იყო დოქტორი ეტის მიულენბახი, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მკვლევარი და პათოლოგი. მიულენბახისთვისაც კი ეს უცნაური სანახაობა იყო. ბიოპსიის ნიმუშები არც ერთი მდგომარეობას არ ემთხვეოდა, რაც მას ოდესმე ენახა. ისინი გავდნენ ფუცლებსა და მჭიდროდ შეკრულ უჯრედების გროვებს, რომლებიც სრულიად განსხვავებულად იქცეოდნენ ადამიანის კიბოს უჯრედებისგან. სინამდვილეში თავიდან მან იფიქრა, რომ ეს ლორწოვანი სოკო იყო. მხოლოდ ერთი რამ იყო ნათელი. უჯრედები მოძრაობდნენ. სხვა კიბოს უჯრედების მსგავსად ისინი სწრაფად მნალდებოდნენ. ისინი ასევე უფრო სიცოცხლისთვის საშიში გზით ანაცვლებდნენ კონკურენტებს, ვიდრე ამას ადამიანური კიბოს უჯრედების უმეტესობა. მიულენბახისთვის ეს პოტენციური ეგზისტენციალური საფრთხე იყო. კოლუმბიაში მამაკაცი კვლავ საავადმყოფოში რჩებოდა, მისი მდგომარეობა ამოუხსნელი რჩებოდა. მისი აშკარა კიბო არც ერთ სამედიცინო ჩანაწერს არ ემთხვეოდა, ამიტომ საავადმყოფო პალიატიურ ზრუნვაზე გადაერთო. 2 თვეზე მეტი გავიდა, სანამ საქმეში პირველი გარღვევა მოხდებოდა. CDC-მ ფართო სპექტრის PCR ტესტირება ჩაატარა კოლუმბიის საავადმყოფოდან აღებულ ნიმუშებზე, რათა სხვადასხვა შესაძლო გამომწვევის გენეტიკური მასალა გამოევლინათ. მაგრამ როდესაც სიმსივნური ქსოვილიდან აღებული DNA-ის ანალიზის პასუხი დაბრუნდა, ის ადამიანისას არ ემთხვეოდა. დიახ, კაცს კიბო ჰქონდა, მაგრამ ეს მისი კიბო არ იყო. ეს მის ორგანიზმში არსებული ლენტის ჭიით ინფიცირების შედეგი იყო. პირველად ისტორიაში უცხო ორგანიზმმა შეძლო თითქოს და ადამიანს კიბო გადაედო, რითაც ახალი და უცნაური დაავადება შექმნა. ამ შედეგმა მთლიანად შეცვალა გამოძიების მიმართულება და დაავადების ჩვეულებრივი ძიება ბევრად უფრო შემაშფოთებელ მოვლენად აქცია. 2013 წელს კოლუმბიელმა ექიმებმა სცადეს მისთვის მცირე უჯრედოვანი ფილტვის კიბოს დიაგნოზის დასმა. მართალია უჯრედები საშუალოზე პატარა იყო, მაგრამ ეს საკმარისად მიახლოებული ჩანდა. იმ დროისთვის, როცა დიაგნოზი პირველად დადგინდა და ლენტის ჭიის DNA-მ გამოვლინდა, უკვე ძალიან გვიანი იყო. მამაკაცის მდგომარეობა სერიოზულად დამძიმდა, რადგან კიბო მთელ მის სხეულში გავრცელდა.
ის საწოლს იყო მიჯაჭვული. ძლივს უნცქავდია და 72 საათის შემდეგ გარდაიცვალა, სანამ მკურნალობის გეგმის შედგენაც კი მოხერხდებოდა. თუმცა საიდუმლო კვლავ დარჩა. ის მამაკაცის დაჩენილ სიცოცხლეს თითქმის 300 ჯერ გადააჭარბებდა. დიაგნოზის დასმის შემდეგ მან მხოლოდ 3 დღე იცოცხლა, მაგრამ მეცნიერებს 2 წელიწადი და ნახევარი დასჭირდათ, რომ დასრულებინათ სრული გენეტიკური სეკვენირება, რომელიც საჭირო იყო ლენტის ჭიის კიბოს მუტაციების დასადგენად. ამ 2 წლის განმავლობაში ჩატარებული რამდენიმე სხვადასხვა ტესტი დადებითად გამოვიდა ადამიანის დნმ-ზე, მაგრამ ყველა მათგანი მცდარი აღმოჩნდა. ლენტის ჭიის უჯრედები იმდენად მიახლოებული იყო მცირე უჯრედოვანი ფილტვის კიბოსთან, რომ მცდარი შედეგები რამდენჯერმე გადაეცა. მეცნიერებმა გამორჩათ მინიშნებები, რომლებიც პირდაპირ თვალწინ ჰქონდათ, მაგრამ სანამ ექიმები და მკვლევარები კაცის ფილტვებს იკვლევდნენ, ნამდვილი საშინელება მის ნაწლავებში ხდებოდა. ლენტის ჭია ერთ-ერთი ყველაზე საზიზღარი არსებაა ცოცხალთა შორის. ის ადამიანის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში სახდება, იკვებება იმავე საკვებით, რასაც ადამიანი იღებს და იზრდება. ამის გამო ლენტის ჭიას ზონის დაკლების საშუალებადაც კი მორბიდული თაყვანისცემლები გამოუჩნდა. რა თქმა უნდა, დიეტისა და ვარჯიშისგან განსხვავებით, ლენტის ჭია თავისი მასპინძლებისთვის მართლაც საშიშია. უმეტესობა ლენტის ჭიების მრავლდება ადამიანის ნარჩენების საშუალებით. თხილის ჭიის კვერცხები არ მორწყები აღმოჩნდება განავალში, რომელიც შემდეგ კანალიზაციაში ხდება და კვერცხებს სხვა ცხოველები ჭამენ. ლენტის ჭიის ლარვები ამ შუალედურ მასპინძლებში იჩეკებიან, შემდეგ კი ახალ ადამიან მასპინძლებს პოულობენ, სადაც ხანგრძლივ დასრულ ციკლს გადიან. ეს საზიზღარი სიცოცხლის ციკლია, მაგრამ უმეტესობისთვის მართვადია, გარდა ერთი სახეობისა, ჯუჯა ლენტის ჭიისა. ის იშვიათად აღემატება 1.5 ინჩ სიგრძეში და 0.04 ინჩ სიგანეში. ეს კი ბევრად ართულებს მის აღმოჩენას და გაცილებით რთულია მისგან გათავისუფლება. სხვა ლენტის ჭიების მსგავსად, ის კაუჭებისა და შემწორების საშუალებით საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კედელზე მაგრდება. ადამიანის ორგანიზმში ის კვერცხებთან კონტაქტით ხდება, რომლებიც ხშირად დაბინძურებული საკვებით ვრცელდება. მაგრამ რაც მას შიგნით მოხვედრის შემდეგ შეუძლია, სწორედ ეს ხდის მას ბევრად უფრო საშიშს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ის აგრძელებს მოქმედებას. შესაფერის მასპინძელ ორგანიზმში კვერცხები შეიძლება დაიდოს, გამოიჩეკოს და ციკლი თავიდან დაიწყოს. იშვიათია, რომ ერთ ადამიანს ერთზე მეტი სხვა სახეობის ლენტის ჭია ჰქონდეს, რაც პარაზიტს ზოგ შემთხვევაში შემაშფოთებელი სიგრძის გაზრდის საშუალებას აძლევს. მაგრამ ბევრად უფრო საშიშია, როცა მათ კონკურენცია აქვთ, რადგან ჯუჯა ლენტის ჭიის პოპულაცია შეიძლება უკონტროლოდ გაიზარდოს, თუ მას არ უმკურნალებენ. აი სწორედ მაშინ იწყებს ის სერიოზულ გავლენას სხეულის ფუნქციონირებაზე, რაც იწვევს სწრაფ წონაში კლებას, რადგან პარაზიტების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. როგორც ნებისმიერი უჯრედი, ლენტის ჭიის უჯრედებით შეიძლება მუტაციას განიცდიდეს გამრავლებისას. ყოველთვის არსებობს კიბოს განვითარების რისკი ნებისმიერ ორგანიზმში, მაგრამ როცა პატარა ორგანიზმს უვითარდება კიბო, ადამიანებისთვის მისი შემჩნევა გაცილებით ნაკლებად საკლებად სავარაუდოა და ინფიცირებული ნიმუში, როგორც წესი, სწრაფად იღუპება. მაგრამ ამჯერად გარემოს ზედმეტად სტუმართმოყვარე აღმოჩნდა. მკურნალობისა და რესურსებზე ხელმისაწვდომობის არარსებობის გამო, კაცმა, რომელიც 2013 წელს მედელინის საავადმყოფოში მივიდა, თავის ნაწლავებში ლენტის ჭიების კოლონიის განვითარება დაუშვა. ერთ მომენტში ერთ-ერთ მათგანს კიბო განუვითარ და სანამ ის მოქმდებოდა, მისი მუტირებული უჯრედები კაცის ორგანიზმში გადავიდა. პარაზიტი ფაქტობრივად საკუთარ სიმსივნეებს ზრდიდა სხვა ორგანიზმში ცხოვრებისას და ეს სიმსივნეები მასთან ერთად მრავლდებოდა. დროთა განმავლობაში კიდევ უფრო უცნაური რამ მოხდა. როგორც ჩანს, სიმსივნემ თითქოს გააცნობიერა, რომ მასპინძელი შეიძლება უკეთესი ადგილი ყოფილიყო, ვიდრე ლენტისებრი ჭია. ასე დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე საზიზღარი გაქცევა მედიცინის ისტორიაში. მაგრამ როგორ გადარჩნენ უცხო ორგანიზმის სიმსივნით დაავადებული უჯრედები ადამიანის იმუნურ სისტემაში? ფაქტია, ჩვენ ყველას ყავს პარაზიტები. ნებისმიერ მომენტში ადამიანის სხეული მილიარდობით მიკროსკოპული ორგანიზმის სახლია, რომლებიც ურთიერთსასარგებლო როლს ასრულებენ. მიუხედავად იმისა, რომ საშუალო შეფასება არ არსებობს, ჭიების საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და თქიპები კანზე და თმაზე წარმოუდგენლად გავრცელებულია. უმეტეს შემთხვევაში ისინი ან ჩუმად თანაცხოვრობენ სხეულში ზიანის მიყენების გარეშე, ან საბოლოოდ ადამიანის იმუნური სისტემის მიერ ნადგურდებიან. მაგრამ ეს ჩვეულებრივი ადამიანი არ იყო. საბოლოოდ, სწორედ ლენტისებრმა ჭიებმა და მათმა სიმსივნემ მოკლა მედელინში მცხოვრები კაცი. მაგრამ მისი ბედი ბევრად ადრე იყო განსაზღვრული. მისი ავადმყოფობის ძირეული მიზეზი იყო ის, რომ იგი აიუ პოზიტიური იყო. თანამედროვე ეპოქაში ბევრი აიუ ინფიცირებული ადამიანი სრულიად ნორმალურად ცხოვრობს, თუ რეგულარულად იღებს მედიკამენტებს. ეს მათ საშუალებას აძლევს მკურნალობის რეჟიმის დაცვით მიაღწიონ გამოულენელ სტატუსს, როდესაც ვირუსული დატვირთვა იმდენად დაბალია, რომ ვეღარ გადაეცემა არც პარტნიორს და არც მომავალ შვილებს. მაგრამ თუ ეს რეჟიმი დაირღვევა, ყველაფერი სწრაფად ცუდად წავა. წარსულში აივ ინფექცია სასიკვდილო განაჩენი იყო, რადგან ის იწვევდა შიდს, რომელიც ანადგურებდა ადამიანის იმუნურ სისტემას და კლავდა ორგანიზმის წინააღმდეგობას ჩვეულებრივი დაავადებების მიმართ. ძალიან ცოტა ადამიანი, ვინც შიდსის ეპიდემიას ემსხვერპლა, უშუალოდ ვირუსმა მოკლა. ისინი იღუპებოდნენ ჩვეულებრივი სასუნთქი გზების დაავადებებით ან ინფექციებით, რომლებსაც ჯანმრთელი ადამიანი ადვილად გაუმკლავდებოდა. ვირუსი აზიანებს CD4 უჯრედების რაოდენობას, რომლებიც ასევე თეთრი სისხლის უჯრედების სახელით არის ცნობილი. ტესტებმა აჩვენა, რომ პაციენტის თეთრი სისხლის უჯრედების რაოდენობა მხოლოდ დაახლოებით 2% შეადგენდა იმ რაოდენობისა, რაც ჯანმრთელ ადამიანს ექნებოდა. არმია, რომელიც ომში თავისი ჯარის მხოლოდ 2%-ით მიდის, განადგურებული იქნება.
ჯამთელ ადამიანში დაუმუშავებელი სოლიტერის ინფექცია სწრაფად შესამჩნევი იქნებოდა წონის დაკლების გამო, მაგრამ სავარაუდოდ ის საჭმლის მომნელებელ სისტემაში დარჩებოდა. აქ ასე არ მოხდა. როდესაც ადამიანის ბუნებრივი დაცვა ასეთი სუსტი იყო, სოლიტერის მუტანტური უჯრედები შეძლეს თავად ნაწლავების კედლებში შეღწევა. იქიდან კი ისინი თავისუფლად დაიწყეს სისხლის მიმოქცევაში გადაადგილება. მალე ისინი ლიმფურ კვანძებში და მის ფილტვებში აღმებში აღმოჩნდნენ და გამრავლება დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ სოლიტერის სახეობა ჯერ კიდევ მხოლოდ მის საჭმლის მომნელებელ სისტემაში იყო შეზღუდული, მუტანტურმა უჯრედებმა ახალი სახლი იპოვეს, რომელიც შეუთავსებელი იყო მასპინძლის სიცოცხლის გაგრძელებასთან. და ტრაგიკული ის არის, რომ ეს ყველაფერი თავიდან ასაცილებელი იყო. ადვილია ვიფიქროთ, რომ აივი ან განიკურნა, ან მაინც კონტროლს ექვემდებარება. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში უმეტესობისთვის აივის მედიკამენტებს დაზროვა ფარავს და ისინი ყურადღებით მკურნალობის პირობებში ჩვეულებრივ აგრძელებენ ცხოვრებას. მაგრამ მთელ მსოფლიოში დაახლოებით 630,000 ადამიანი იღუპება შიდსით ყოველწლიურად. ზოგიერთ ქვეყანაში უბრალოდ არ არსებობს ინფრასტრუქტურა, რომ უზრუნველყოფილი იყოს სათანადო ჯანდაცვა და ბევრი ადამიანი ასეთ ადგილებში დამოკიდებულია ისეთ პროგრამებზე, როგორიცაა USAID, რათა მიიღონ საჭირო დახმარება. სხვა ქვეყნებში აივით ინფიცირებულებს ეშინიათ, რომ თავი გამოავლინონ, მაგრამ ამ სიკვდილის ციკლის ყველაზე დიდი მიზეზი უბრალოდ სიღარიბეა. ბევრ ადამიანს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა კოლუმბია, არ შეუძლია წამლების ყიდვა, თუ ისინი სათანადოდ არ არიან დაფარული. მიუხედავად იმისა, რომ არასდროს გავიგებთ, ასე იყო თუ არა ამ სხერფლის შემთხვევაში, ანტიაიური მკურნალობის შეუსრულებლობამ მისი სხეული ინვაზიისთვის დაუცველი გახადა. მაგრამ ესეც შეიძლებოდა თავიდან აეცილებინათ. ტრაგიკულია, მაგრამ არსებობს წამალი სახელად პრაზიკვანტელი, რომელიც გამოიყენება პარაზიტული ჭიების მრავალი ინფექციის სამკურნალოდ. ეს გამოიყენება შინაური ცხოველების ინფექციების სამკურნალოდ, მაგრამ ასევე შეიძლება ადამიანების განკურნებაც. ის ხშირად ინიშნება სოლიტერის ინფექციების სამკურნალოდ, მაგრამ მისი მიღება მაინც საჭიროებს როგორც დაავადების ცოდნას, ასევე თუდომას მედიკამენტზე. ამ შემთხვევაში კაცს არც ერთი არ ჰქონდა. ეს პრეპარატი ჩვეულებრივ 7-დან 20 ცენტამდე რის ბევრ განვითარებად ქვეყანაში, რაც მას ხელმისაწვდომი მკურნალობებიდან ერთ-ერთ ყველაზე იაფად აქცევს. მაგრამ მაინც მიუწვდომელი იყო მაშინ, როცა ყველაზე მეტად იყო საჭირო. ამ შემთხვევაში ტრაგიკულმა გაუგებრობებმა პაციენტი დაღუპა. არავინ იცის უკვე ძალიან გვიანი იყო თუ არა კაცის გადასარჩენად, როცა ის საავადმყოფოში მივიდა. მისი ვირუსული დატვირთვა, რომელიც აივით იყო გამოწვეული, მკვეთრად იზრდებოდა და შესაძლოა მკურნალობის გარეშე ძალიან დიდი დრო იყო გასული, რომ მდგომარეობა ეფექტურად შეცვლილიყო. მაგრამ ლენტისებრი ჭიის ინფექციის მკურნალობა, რომელმაც საბოლოოდ მისი სიკვდილი გამოიწვია, შეიძლება ერთ ბოთლ წყალზე ნაკლებიც კი დაჯდომოდა. თუ ეს კაცი ისეთ ქვეყანაში იცხოვრებდა, სადაც სიღარიბის დონე დაბალია და ჯანდაცვის სისტემა უფრო სტაბილურია, დიდი ალბათობით მას გაცილებით ადრე გადაარჩენდნენ, ვიდრე საქმე აქამდე მივიდოდა. ის იქნებოდა ექიმის მეტოყურეობის კრეშ, რომელიც აკონტროლებდა მის აივის მკურნალობას და მასთან დაკავშირებას ბევრად ადრე შეძლებდა, ვიდრე ის თვეების განმავლობაში წამლების გარეშე დარჩებოდა. მას შემდეგ რაც ის მოვიდა თავისი ლენტისებრი ჭიის ინფექციით, რომელიც უცხო კიბოდ გადაიქცა, სოფლიო დონის პათოლოგებთან წდომას უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. სოფლიოში არც ერთ საავადმყოფოს არ შეეძლო ამის უფრო ადრე დიაგნოსტირება, სპეციალიზებული დახმარების გარეშე. ასეთი რამ არასდროს მომხდარა. და ყველაზე საშიში ისაა, რომ ეს ისევ მოხდება. როცა ხალხი კითხულობდა უცნაურ შემთხვევას კაცის შესახებ, რომელიც ლენტისებრი ჭიის კიბოთი დაინფიცირდა, ბევრს ერთი კითხვა უჩნდებოდა. შეიძლება ეს მე დამემართოს? და პასუხი არის: არა, მაგრამ ასევე კი. ის საშინელებები, რაც ამ კაცს შეემთხვა, სხვადასხვა დონეზე მომხდარი შეცდომების ნაზავი იყო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ ინფექცია უკონტროლოდ გავრცელდა. შემდეგ კი მის საავადმყოფოს არ ჰქონდა საკმარისი რესურსი, რომ სწრაფად დაესვა დიად დიაგნოზი და ემკურნალად მისთვის. დაშორებამ და ადგილზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობამ ხელი შეუშალა დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს მის დიაგნოსტირებაში. ნანა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პარაზიტია მსოფლიოში, რომელიც ყოველწლიურად დაახლოებით 75 მილიონ ადამიანს აინფიცირებს. მათგან ბევრისთვის ეს უბრალოდ შემაწუხებელი ინფექციაა, რომელიც აბების კურსით იკურნება. სხვებისთვის, ვისაც ეს ხელმისაწვდომი არ აქვს, ეს იქნება მუდმივი დაავადება, რომელმაც შეიძლება სიცოცხლე შეუმოკლოს. მაგრამ 75 მილიონიანი პოპულაცია, რაც დაახლოებით შეესაბამება გაერთიანებული სამეფოსა და ირლანდიის საერთო მოსახლეობას, სავარაუდოდ მოიცავს ბევრ ადამიანს, რომელსაც აქვს აივი, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში. ეხლა, თითოეული მათგანი შეიძლება მოწყვლადი იყოს. დღევანდელი ცოდნის მიხედვით, იმ კაცის შემთხვევა, რომელსაც ჰქონდა ჭიის კიბო, არ იყო პარაზიტული ეპიდემიის ახალი ტიპის დასაწყისი, ან უცნაური მუტაცია, რომელიც მთელ სახეობას ეპყრობდა. ამის ნაცვლად პარაზიტი ზუსტად იმას აკეთებდა, რასაც ყოველთვის აკეთებს. იკვებებოდა, იზრდებოდა, მუტივდებოდა და მრავლდებოდა. სხვაობა იყო მასპინძლის შიგნით არსებული გარემო, რომელმაც ამ პროცესებს უკონტროლოდ განვითარება მისცა. შედეგი იშვიათი, შემაშფოთებელი და ფატალური იყო ერთი კაცისთვის, მაგრამ ამან უფრო ფართო შეშფოთებაც გამოიწვია. შესაბამის პირობებში მსგავსი სისუსტეები შეიძლება სხვა პაციენტებშიც არსებობდეს მთელ მსოფლიოში. საბედნიეროდ ყველაზე ცუდი სცენარი, რომელსაც ბევრი შიშობდა, როდესაც ამ უცნაური შემთხვევის ამბავი გავრცელდა, არ განხორციელებულა. არ არსებობს კიბოს ახალი ფორმა, რომელიც უბრალოდ ლენტის ჭიისგან ადამიანზე გადავიდა. ამის ნაცვლად, რასაც ვიგებთ, არის შემაშფოთებლად ახალი სისუსტე ჩვენსავე სხეულში. თუ ჩვენი ბუნებრივი დაცვა საკმარისად დასუსტდება, ჩვენ არა მხოლოდ ჩვენი უჯრედებისგან ხვდებით დაუცდებით დაუცველები, არამედ პარაზიტებისგანაც, რომლებიც საკუთარ უჯრედებს გვაინფიცირებენ. და ეს ნიშნავს, რომ შეიძლება თავიდან უნდა გადავხედოთ, რას წარმოადგენს სინამდვილეში კიბო.
პირველად ჩვენ ვიხილეთ როგორ გაიზარდა უცხო უჯრედი ადამიანში, გამოიყენა მისი სისხლი-დასხლი და ბიომის ზრდისთვის და საბოლოოდ მოკლა მასპინძელი. ეს პარაზიტული ინფექცია წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა. ეს გავს იმას, როგორც ვინმე მიდის ულიმიტო ბუფეტზე და ჭამს იმდენს, რომ ავად ხდება. კაცი განსაკუთრებით დაუცველი იყო, ხოლო მუტირებული ჭიის უჯრედები განსაკუთრებით მშიერი და აგრესიული. მაგრამ თუ ეს ერთხელ მოხდა, შეიძლება ისევ მოხდეს. და ახლა პათოლოგები ყველგან უფრო ყურადღებით დააკვირდებიან თითოეულ ბიოპსიას. იმ შემთხვევისთვის თუ საქმე ადამიანის წარმოშობის დაავადებასთან არ აქვს. ეს ერთადერთი სამედიცინო საშინელებათა ისტორია არ არის, რომელიც პარაზიტს ეხება. ზოგიერთი მათგანი მთლიანად იპყრობს ორგანიზმს. უყურეთ ყველაზე მტკივნეულ პარაზიტებს, რომლებიც ადამიანს აინფიცირებენ, რომ გაიგოთ ყველა საზარელი დეტალი. ან დააწკაპუნეთ ამ ვიდეოზე.